Რამდენ საჩივარზე იყო სულ ლაპარაკი, ან თქვენ გასაჩივრებაზე როდესაც საუბრობთ, ალბათ უკვე სააპელაციო სულისმოთ, რადგან ამბობთ საქალაქო ნაკრაკმაყოფილება. ეხლა უკვე მიდის შემდეგი ინსტანციის სასამართლოებში, დღეს ხვალ გაგრძელდება უკვე ეს პროცესი, ანუ ჩვენ ყველა პროცედურას და ყველა საფეხურს ბუნებრივია გავივლით, მაგრამ მე ჩამოგითვალეთ თქვენ ადგილები, სადაც იქნა გასაჩივრებული და რაიონები, არც ერთი ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა არც საოლქოს დონეზე და არც შემდეგ სასამართლოების დონეზე. ეს სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, როდესაც ერთი და იმავე უბანზე საჩივარი ჰქონდა შეტანილი ჩვენს და ერთ-ერთ პოლიტიკურ ოპოზიციურ ორგანიზაციას ერთი და იგივე მოთხოვნით, უბრალოდ როგორც ჩანს, არ ვიცი, სხვადასხვა მოსამართლემ განიხილა თუ შეიძლება ერთი და იგივე, მაგრამ იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას სარჩელი დაუკმაყოფილეს, ხოლო ჩვენ არა. ანუ აბსოლუტურად ერთი და იგივე შინაარსის. ეხლა შედეგი ჩვენ იგივე მივიღეთ, იმიტომ რომ რაკიღა იმ უბანზე გადათვლა ჩატარდა, ჩვენთვის ეს დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ტენდენციის მაჩვენებელია ის, რომ ერთი და იგივე შინაარსის საჩივარი ორი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ერთი და იმავე უბანზე შეტანილი, ერთი კმაყოფილდება და მეორე არ კმაყოფილდება. აი ეს არის, რაზეც მე მინდოდა თქვენი ყურადღება გამემოხატა. ეს კონტროლად შეიძლება 12-იან 13 ივლისს იყოს და ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ იქ გადაწყვეტენ 19-მდე მინიმუმ, იმიტომ რომ პროცედურები ვერ მოესწრება. მე სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა ვარ ამ პროცედურულ დეტალებში გარკვეული. ხა ნაციონალურ მოძრაობას სოლიდარობას მე ვერავინ ვერ დამაბრალებს, მე არ ვიცი. სამართლიანი თუ ანაციონალური მოძრაობის მოთხოვნა, ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, უნდა დაკმაყოფილდეს თუ უსამართლოა ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა და კვლავ ესე ვთქვათ, უნდათ რომ რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყვნენ, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია არ უნდა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა და CSKOM უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ეს მიაჩნია სწორად კანონიდან გამომდინარე. ზოგადად ნაციონალური მოძრაობა რომ საერთოდ რამეს მოთხოვნას ბედავს და ამდენს ლაპარაკობს, ამაში დამნაშავე რომ ქართული ოცნებაა, მე არაერთ გზის მithქვამს ეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გადაწყდეს კანონის მიხედვით და მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ CSKO არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც რაიმენაირად კანონთან შეუსაბამობაში იქნება. თქვენი მოსაზრება როგორია, როგორც თქვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი სამგასაგებენ ამ მოძრაობათვის, რომ თვითონ ვერ მოასწრებენ, რომ თქვა 19-მდე ყველაფერი დაგეგმდეს. თქვენი აზრით შესაძლებელია, რომ 12-ში და 13-ში იყოს არჩევნები, თქვენი ძალა მომზადებული რა? არა, მე ვერ დავიწყებ მას ეს საუბარს, მე გეტყვით, რომ კანონის მიხედვით როგორც არის, თუ კანონი ითვალისწინებს, რომ 12-ში ან 13-ში უნდა იყოს არჩევნები, რა ვადასაც ითვალისწინებს კანონი, იმ ვადაში მოვასწრებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თუ კანონი რაიმე სხვას ითვალისწინებს, მაშინ უნდა მოქმედება განხორციელდეს კანონის მიხედვით. კანონი ვერ მოერგება იმას, რომელ პოლიტიკურ ძალას რამდენ ხანში აწყობს არჩევნების ჩატარება. კანონი როგორც იქნება განსაზღვრული, კანონით ისე ვიმოქმედებთ ჩვენ. ზუსტად იმ ჩარჩოებში და იმ ასე ვთქვათ მოცემულობაში. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და რაც უნდა ესე ვთქვათ ჩვეულებრივი საკანონმდებლო ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეს აუცილებლად არაორდინალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ამისათვის ვიბრძოლებთ, ესეც ესე ვთქვათ დემოკრატიული ესე ვთქვათ ბრძოლის მექანიზმია და ძალიან სწორი. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ყველა პროცედურები მოერგოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომ ქვეყანას ყავდეს პარლამენტი, რომელიც ხალხის და ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს და არა ცალკეული ჯგუფების ინტერესებს. სხვა თემასთან დაკავშირებით. ძალიან. შეიძლება ნატოსთან დაკავშირებით კონკრეტულად პროცედურებთან გაიჩინა განცდილებული თანამშრომლობის პაკეტი ოპოზიციის სამითთან დაკავშირებით. როგორია თქვენი შეფასება ამაზე და თქვა არის თუ არა ეს ადეკვატური შეფასება საქართველოს ნატოს სამ პერიოდის თანამშრომლობის თუ რას უნდა ველოდოთ? მე ვერ გეტყვით, რას უნდა ველოდოთ, უკვე სამწუხაროდ ღიმილის მონგრელი იყო განცხადებები იმაზე, რომ მაპს არ მოგცემენ, მაგრამ მოგცემენ მაპზე უკეთეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ანალოგიური, ესე ვთქვათ, განვითარება ხდება მოვლენებისა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საქართველოს არ აქვს შანსი ნატოში გაწევრიანების, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსეთის ჯარი. ვიდრე ამ ადგილიდან 20 წუთის გზაზე არის რუსული სამხედრო ბაზები. ნუ ვატყუებთ ხალხს. მაპს მოგცემენ, თუ მაპზე უკეთეს, ამით რეალობა არ იცვლება. ეს არის ფაქტი. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც არაერთ გზის მithქვამს. არჩევანი დღეს დგას იმაზე, რომ და თუმცა არც დგას რეალურად არჩევანი, მაგრამ ვინც ლაპარაკობს იმაზე,
რომ საქართველო დღეს ან ხვალ ნატოში უნდა გაწევრიანდეს, არ ამბობს ამას ხმამაღლა, მაგრამ პრაქტიკულად ხელს აწერს იმას, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მომყრე ვიყავი ნატოსთან ინტენსიური თანამშრომლობის და ურთიერთობის და როცა ამის შანსი იყო, კიდე ხას უსვამ, როცა ამის შანსი იყო, მაშინ ნამდვილად ვიყავი ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრე. დღეს ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. დღეს ნატოში გაწევრიანების შანსი საქართველოს არ აქვს და ეს ჩვენ გვითხრა ძალიან ბევრმა სტუმარმა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა მერკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და თუ კი დადგება არჩევანი, ნატოს წევრობა ან აფხაზეთი და სამაჩაბლო, მე როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი ვირჩევ ჩემი სამშობლოს ერთიანობას, ვირჩევ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ეს არის ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რაც არ უნდა სასურველი იყოს ეს. ეს არის მეორე, მესამე ან მეოთხე პრიორიტეტი. უმთავრესი პრიორიტეტი ჩემიც და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის და ნებისმიერი პოლიტიკოსის. უნდა იყოს რომელიმე ორგანიზაციაში წევრობა კი არა, ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიების დაბრუნება და ტერიტორიებთან ერთად, რა თქმა უნდა, აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნება. აი, სხვა პოლიტიკოსებმა, ვინც ბევრს ლაპარაკობენ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე, გასცენ პირდაპირ პასუხი ამ კითხვას. როგორ აგვარებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას? ჩვენ გვაქვს 4 რაიონში მეორე ტური, ეს არის თიანეთი, ეს არის იმედია ლაგოდეხიც, ეს არის ტყიბული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეორე ტურში წარმატება მოვიპოვოთ. მარტვილში გვაქვს ძალიან სერიოზული შედეგები. მარტვილი არის რაიონი, თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად, სადაც გაიტაცეს ბიულეტენები. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ არავის ციხეში გაშვება არ გვიხარია და ნამდვილად არ არის ჩვენი თვითმიზანი, რომ ადამიანს მაინცა და მაინც 13 და 15 წელი მიესაჯოს. მაგრამ აბსოლუტურად არასწორია ის, ესე ვთქვათ, კვალიფიკაციის შეცვლა, რაც ჩვენ დავინახეთ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნების აქტივისტი და მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი თავდასხმის, ეს იყო ნამდვილად შეიარაღებული თავდასხმა, იარაღის გამოყენებით, ნიღბებით და ეს გადაკვალიფიცირდა როგორც, ესე ვთქვათ, არჩევნებისათვის ხელი შეშლა. ეს არის манипулირება კანონით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავის ციხეში ჯდომა არ გვიხარია და არ გვინდა, მაგრამ ადეკვატური უნდა იყოს შეფასება მოქმედებისა და ადეკვატური უნდა იყოს სასჯელი. მარტვილში იცოდნენ ძალიან კარგად, რომ ჩვენ ნამდვილად ვიგებდით არჩევნებს ყოველგვარი მეორე ტურის გარეშე და სწორედ ამიტომ მოხდა მარტვილის ამ უბანზე თავდასხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული შანსები გვაქვს ყველა იმ ადგილზე, სადაც მეორე ტურია. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, ბუნებრივია თბილისიდანაც ჩავლენ როგორც კოალიციის ლიდერები, ასევე ვთქვათ დამკვირვებლები და წარმომადგენლები. რაც შეეხება იმ ადგილებს, სადაც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა იქნებიან მეორე ტურში, მე როგორც მოგახსენეთ, ჩვენ მონაწილეობას ამ არჩევნებში არ მივიღებთ. ისტორია პრემიებთან დაკავშირებით, ეს არის სამარცხვინო ლაქა ქართული ოცნებისათვის და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მე არ მახსენდება არც ერთი ხელისუფლება, არც ძალიან ცუდი, არც ნაკლებად ცუდი, არც ვთქვათ შედარებით უკეთესი, რომელსაც ასეთი თავხედობა გაებედოს და დაენიშნოს საკუთარი თავისთვის და საკუთარი თანამშრომლებისათვის 50,000-იანი, 60-იანი, 93,000 ლარიანი პრემიები. ეს არის უბრალოდ თავხედობის გამოვლინება, ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ქართულ ოცნებას აბსოლუტურად არ აინტერესებს არც საზოგადოებრივი აზრი და არც იმ უამრავი ადამიანის ბედი, რომლებმაც საოცარი იმედით მისცეს ქართულ ოცნებას ხმა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამის გამო უნდა დადგეს. ნაწილობრივ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგა, როდესაც მოსახლეობის 70% არ მივიდა არჩევნებზე, თუმცა ვთვლი, რომ მოსახლეობამ სამწუხაროდ პროტესტის ყველაზე ნაკლებ
ნაკლებად ეფექტური გზა აირჩია, სწორედ რომ უფრო ეფექტურად უნდა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი იმ უმაქნისობასთან და უსუსურობასთან და თავხედობასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს ქართული ოცნების მხრიდან. მე დღეს მოვისმინე განმარტებები, რომ თურმე აუცილებელია, რომ მაღალი პრემიები და ანაზღაურება იყოს სახელმწიფო სტრუქტურებში, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალ კვალიფიციური კადრები გადავლენ ბიზნესში. პატივცემულო საზოგადოება. დედამიწის ზურგზე არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო სამსახურში პრემია ან ანაზღაურება უტოლდება ბიზნეს სექტორში პრემიას და ანაზღაურებას. მარტივია ძალიან მიზეზი. სახელმწიფო სამსახურში მიდიან მოტივირებული ადამიანები, რომელთათვისაც მთავარი ანაზღაურება კი არ არის მხოლოდ, რომელთაც უნდათ პოლიტიკაში თავის სიტყვის თქმა, რომელთაც უნდათ სწორედ საჯარო სამსახურში მუშაობა, თუ ასეთი ადამიანი არ მუშაობს და მხოლოდ ფულისთვის მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, ის ადამიანი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სამსახურს ვერ წაადგება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დღევანდელი განცხადებებით, რაც ქართული ოცნების ზოგიერთმა ლიდერმა გააკეთა. გამოდის, რომ პრემიები და ხელფასები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ბიზნეს სექტორში ყოველთვის პრემია და ხელფასი არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ საჯარო სამსახურში. მე მესმის ბატონებო, რომ ადამიანები, რომელთაც ვერც კი დაესიზმრებოდათ ის სიკეთეები, რაც მიიღეს ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ზურგს ამოფარების შედეგად, ძალიან ბედნიერები არიან და ვეღარ საზღურავენ, როგორ უნდა მოიქცნენ. მაგრამ დროზე გაჩერდით, ბატონებო. იმყოფეთ ის სავარძლები, რომელიც დაუმსახურებლად მიიღეთ, ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან ამოფარებული და ჩვენი ბრძოლის შედეგად მიღებული, იკმარეთ ის უზარმაზარი თანხები, რაც უკვე მიიღეთ და კეთილი ინებეთ და მოემსახურეთ ხალხს. და რაც შეეხება მორალის კითხვას, ოპოზიციური პარტიებისადმი, მათ შორის ჩვენი კოალიციისა და ჩვენი პარტიისადმი, იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელთაც არასოდეს ცხოვრებაში 3%-იანი ბარიერიც კი არ გადაულახიათ და ამიტომ დამოუკიდებელი ბრძოლით არასოდეს არ შესულან არც ერთ არჩევით ორგანოში, ძალიან ვურჩევ ამ ადამიანებს, რომ თავის წარსულ რეიტინგებს, წარსულ ციფრებს გადახედონ და კარგად გაიხსენონ, რომ არ ამოფარებოდნენ ჯერ მიხეილ სააკაშვილის ზურგს, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ზურგს და მანამდე კიდე სხვა პოლიტიკოსების ზურგებს ვერასოდეს ვერც ერთ ორგანოში ვერ მოხდებოდნენ და ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმ პოლიტიკური ძალისათვის, რომლის განადგურებას და მოკლასაც ცდილობდა როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია დაარსების დღიდან. ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმ პოლიტიკური ძალისათვის, რომელსაც არჩევნების დროსაც ყველა ერთად გვებრძოდა, მაგრამ ყოველგვარი, რეალურად ყოველგვარი სახსრების გარეშე მაინც მოვახერხეთ იმდენი, რომ 10%-ზე ნაკლები ვერ დაგვიწერეს და ამ არჩევნებშიც კი მინიმალური, მაგრამ მაინც ზრდა დაგვიფიქსირდა, ჩვენთვის ჭკუის სწავლებას ძალიან ვურჩევ, თავი დაანებოთ.